საღამომშვიდობის ნოდარ მარჯანიშვილის მოედანზე ხალხის რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მოქალაქეებმა აქ შეკრება. აქ არიან ადამიანები, მოსულები, მე ოპერატორს ვთხოვ კადრში გაჩვენოთ, მოსულები ბანერებით, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით. მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ მეგობარი აქტი, რომელიც 27 მარტს, რომლის განხილვაც 27 მარტს მოხდება, ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე 115 დღეა ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე დგანან, იმიტომ რომ დიქტატორულ რეჟიმს ბიძინა ივანიშვილის დიქტატორულ რეჟიმს უცხადებენ და ეუბნებიან არას. აქ ადამიანებმა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს შეკრება, მათი რაოდენობა, როგორც უკვე გითხარით, ყოველწუთიერად იზრდება და შემდეგ უკვე მოქალაქეები გაემართებიან პროტესტის მთავარი ადგილისკენ. ეს არის პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია, დედაქალაქის მთავარი გამზირი. მოსეკთხო გამომყვე, ეხლა მე პირდაპირ ეთერში მოვასმენინებ ჩვენს მაყურებელს კომენტარებს ამ ადამიანებისა, რომლებიც არიან ორგანიზატორებიც და რიგითი მონაწილეებიც. მოგესალმებით დატომ, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გვითხრათ რა არის მთავარი სათქმელი, მთავარი მიზანი დღევანდელი აქციის. მეგობარი აქტის განხილვა იქნება 27 მარტს. რატომ არის ეს აქტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი? გვერდით ქართველი ხალხი უკვე 115 დღეზე მეტია არის ბრძოლაში ამ რეჟიმთან, რომელმაც მოპარა არჩევნები და ამ პერიოდში და მანამდეც ამერიკის შეერთებული შტატების ხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პერიოდი დაეთქვა ისეთ პერიოდს, გარდამავალი პერიოდი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი ადმინისტრაცია სამშეუდგებოდა საქმიანობას და ძალიან მადლიერები ვარ, ჩვენ უკვე დაინიცირდა სენატში ეს ამ აქტის განხილვა და აქედან გვინდა გავაგონოთ ამერიკის ხალხს, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში მარტო არ უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ეს იქნება სერიოზული გზავნილი ქართული ხალხისთვის მათ ბრძოლაში ამ რეჟიმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის ორკომპონენტიანი, ქვეყნის შიგნიდან ჩვენ ვიბრძვით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის გარედან განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყოს მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ყველაზე კარგი ფორმით იქნება გამოხატული ამ აქტის მიღებით. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ აქედან მოვუწოდოთ რომ ხარი დაუჭირონ ამ აქტს და ბოლომდე მიიღოს საბოლოო ჯამში კანონის სახე. მადლობა, მოსმენთ დატო ქელბაქიანს. მე მოგასმენინეთ ადამიანების პოზიციებს, მოგესალმებით. აქ არიან შეკრებილები, ყველა ასაკის ადამიანი, ყველა პროფესიის ადამიანი შეიკრიბა დღევანდელ აქციაზეც. მთავარი გზავნილით რამდენად მნიშვნელოვანია მეგობარი აქტის მიღება ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც რეჟიმს აპროტესტებენ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. მე ვეუბნებოდი ახლა მაყურებელს, რომ ყველა ასაკის და ყველა პროფესიის ადამიანს ვხედავ დღევანდელ აქციაზეც ისევე როგორც სხვა საპროტესტო აქციებზეც. რატომ გამოხოდით დღეს? გიკავიათ ხელში ამერიკის დროშა, საქართველოს დროშასთან ერთად. რა არის თქვენი სათქმელი? მოგესალმებით. პირველ რიგში გამოვედი იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი მოკავშირე, ისეთი როგორიც არის ამერიკა და ეს მეგობარი აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ მთავრობას უტოვებს ორ არჩევანს, აძლევს ორ არჩევანს. ერთი რომ უნდა აირჩიოს ან სანქციები და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ან კიდევ ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. მოგეხსენებათ ალბათ, რამდენად ჭირდება ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ჩვენ ქვეყანას ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გამოვედით იმის გასაპროტესტებლად, რომ დროა მათ გაიღვიძონ და დროა ის ნაბიჯები გადადგან და თუნდაც ხელი მოეწერონ მეგობრობის აქტს. მადლობა. მე ვხედავ აქ ია ფარლავას მსახიობს. მოგესალმებით, ია, პირდაპირ ეთერში ვარ. ხელში ბანერით საპროტესტო, ეს არის პირველი საპროტესტო აქცია, რომელზეც თქვენ გხედავთ და არაერთხელ მოგვისმენია თქვენი სათქმელი ქართული ოცნებისათვის. თუმცა დღეს არის კიდევ განსხვავებული საპროტესტო აქცია. ეს უფრო არის აქცია იმის საჩვენებლად, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები როგორც პარტნიორი. რას ეუბნებით დღევანდელი აქციაზე თქვენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს? იმას, რასაც პარტნიორს ასვეუნები თვითონ ამერიკელებს, ანუ ამერიკის მთავრობას, მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენზე, მადლობა რომ აი
ძალიან მძიმე ჟამს, რა ჟამშიც ეხა თქვენ ხართ და ვიცით რომ ძალიან დიდი ცვლილებები წავიდა ამერიკაში და ძალიან სწრაფად დიდი ცვლილებები, რომ გაგახსენდა თქვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, რომელიც ახლის განმავლობაში ყოველთვის თქვენ გვერდით იყო და ყოველთვის თქვენი იმედზე იყო და ასეც იყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე წლების განმავლობაში ჩვენი ხაზი დაირღვა და ეხლა ტრამპის მოსვლით მთავრობაში მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსი და ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა, ანაფრიკის პორტი, აბრეშუმის გზა, ეს ყველაფერი აღდგება იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. არის მნიშვნელოვანი მეგობარი აქტის მხარდაჭერა, ამ აქტის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, ვინც უკვე 115 დღეა ქუჩაში დგანან და რეჟიმს ეუბნებიან. სხვათა შორის არ იყო ადვილი ასეთი ადამიანების დარწმუნება, რომ ამერიკის მეგობარი აქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია, ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები ძალიან ბევრი აქციის მონაწილეები, მაგრამ ბოლო ჟამინდელმა მოვლენებმა, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში და ასე შემდეგ იგივე რაც ხდება სერბეთში და მოკლედ დაანახა ხალხს, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის გზა ამერიკისკენ, ჯერ ამერიკა და მე ევროპა რა თქმა უნდა, ანუ ამერიკა უნდა გაგვაძლიეროს, როგორც ყოველთვის ხდებოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, მარკ რუბიო და დანარჩენი მაღალჩინოსნები ჩვენ აუცილებლად მოგვაქცევენ ყურადღებას ძალიან მეგობარი აქტი იქნება განაჩენი ქართული ოცნებისთვის. იცით რა არის, ქართული ოცნებისთვის ეს იქნება ძალიან დიდი სურპრიზი, იმიტომ რომ სულ სხვანაირ სცენარს ელოდებოდნენ, მაგრამ ესე არ არის ბატონებო, დაელოდეთ შოუს. მადლობა უსმენთ ია ფარულოვას, მსახიობს, რომელსაც საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ჩვენ ვხედავთ ამ აქციებზე. მე ოპერატორს ვთხოვ, რომ კადრში გაჩვენოთ რა ხდება მარჯანიშვილის მოედანზე, რამდენი ადამიანია შეკრებილი ამ მოედანზე და რამდენად ყოველწუთიერად იზრდება ამ ადამიანების რაოდენობა აქ. როგორც უკვე გითხარით, აქციის მონაწილეები ეტაპობრივად უკვე დაახლოებით რამდენიმე წუთში შეიძლება გადაიწყებენ მსვლელობას პარლამენტის მიმართულებით, გაემართებიან და პროტესტის დასასრულის ადგილი სწორედ იქნება დედაქალაქის მთავარი გამზირი. მოსე აქეთ ხარესაც გადავინაცვლოთ, მე ვეცდები კიდევ გავესაუბრო ადამიანებს და მოგასმენინოთ ამ ადამიანების პოზიცია, რომლებიც დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გამოვიდნენ ქუჩაში რეჟიმისთვის იმის სათქმელად, რომ ერთის მხრივ რომ ისინი არაპირებენ დანებებას რეპრესიების მიუხედავად და მეორეს მხრივ ეს არის მიმართული ეს აქცია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისთვის, მეგობარი აქტის ავტორებისთვის, იმის სათქმელად, რომ ქვეყნისთვის, ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი მეგობარი აქტის მიღება, რადგან აქ საუბარია ერთის მხრივ საქართველოს მხარდაჭერაზე და მეორეს მხრივ საუბარია სანქციების დაწესებაზე რეჟიმის მიმართ. მე ვხედავ საბას ხვიტარიძის დედას აქ და მას პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. პოლიტიკური პატიმრის რეჟიმის ტყვის ოჯახის წევრებიც არიან ქუჩაში გამოსულები. რატომ არის დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანი? ჩვენი შვილები არიან დაპატიმრებული საქართველოს მომავლისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვიდგეთ აქ, გავიზიაროთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ამერიკას იწერება ეხლა სერიოზული ხელშეკრულება, რომელზეც უნდა გაეცეს პასუხი, მეგობრობის აქტი და ჩვენი შვილები ამიტომ არიან უკანონოდ დაკავებულები, რომ ამისთვის იბრძოდნენ, მაგათ თუ ეგონათ, რომ ჩვენი შვილებით დააპატიმრებდნენ და რამე გაჩერდებოდა, ამას ვერ მოესწრებიან დედები, ოჯახის წევრები და მშობლები. ვაგრძელებთ მათ ბრძოლას და გავაგრძელებთ ბოლომდე და აუცილებლად მივაღწევთ თავისუფალ და
მშვიდობიან და ბედნიერ საქართველოს. გარდაუვალია გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. მადლობა. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. აქ არიან მოსულები, მოქალაქეები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები. აგერ ახლა ამ წამს შემოუერთდა საპროტესტო აქციას მსვლელობას მარშს გიორგი ვაშაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ. ახლა ვსაუბრობდით მნიშვნელობაზე აქციის მარშის, რომელიც სულ ცოტა ხანში გაემართება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ. თუმცა ამ აქციას აქვს განსხვავებული სხვა დატვირთვა სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით. მეგობარი აქტის მხარდამჭერი აქცია. რას ეუბნება დღეს ხალხი სტრატეგიულ პარტნიორს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ აქტის მიღება? ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს სოფლიოში, მაგრამ მათაც ჭირდება ჩვენგან შეგულიანება, რომ უფრო აქტიურები იყვნენ ჩვენს მხარდაჭერაში, განსაკუთრებით ახლა ამერიკაში, სადაც მეგობრობის აქტი უნდა იქნას განხილული. ეხლა კიდევ ბევრი ხალხი მოდის, ზუსტად ვიცით, გვიერთდება კიდე საზოგადოება, მაგრამ მთავარი რა არის? ჩვენი გზა არის გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ. ამიტომ გვინდა ამერიკასთან და ევროპასთან ახლო მეგობრობა. ქართული ოცნების გზა და ივანიშვილის გზა არის იზოლაციისკენ, დაუცველობისკენ, შიშისკენ. ჩვენ მოგვაქვს სიმშვიდე, განვითარება, მათ მოაქვს შიში, იზოლაცია. აი მაშია განსხვავება და ზოგადად აი არჩევანს ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ამიტომ ძალა ერთობაშია, დღესაც ბევრნი უნდა ვიყოთ და 31-ში არ დაგავიწყდეთ კიდევ უფრო დიდი შეკრება გვექნება რუსთაველზე. ასე რომ მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ხარდაჭერისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი საერთო ძალისხმევით საქართველოს სამშვიდობოს გავა. სამშვიდობო ზუსტად ამიტომ გვინდა მშვიდობისთვის, დაცულობისთვის, ერთიანობისთვის გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და არა ცალკე იზოლაციაში ყოფნა, როგორც ეს უნდა ივანიშვილს. მადლობა, ვუსმენთ გიორგი ვაშაძეს, ვთხოვ მოსე გამომყევი, ვაჩვენოთ მაყურებელს, რა ხდება ახლა მარჯანიშვილის მოედანზე. აი ახლა ვხედავ, რომ აქ შემოუერთდა აქციის მონაწილეებს გრიგოლ გეგელია, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი. მან ერთ-ერთია, ვინც ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს საგარეო მიმართულებით მუშაობს წლების განმავლობაში და რას ნიშნავს მეგობარი აქტი ქვეყნისთვის, რომ გვითხრათ, იქნება თუ არა მიღების შემთხვევაში განაჩენი ქართული ოცნებისთვის ეს მეგობარი აქტი და რატომ? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ბევრი ადამიანი ვიკრიბებით აქ, ველით კიდევ უფრო ბევრს და ჩვენ ყველა ერთად დღეს გავაგონებთ ხვას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს კოლეგებს რესპუბლიკურ პარტიაში, დემოკრატიულ პარტიაში და მთელს ამერიკასაც ჩვენ ვითხოვთ და მოვითხოვთ მათგან და ვთხოვთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ რაშევა დროულად იქნას მიღებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც კი არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი, რატო? იმიტომ რომ განსაზღვრავს იმ პოლიტიკის ჩარჩოს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკრება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, ეს არის ის, რომ ეს აქტი რეალურად ორგვარ არჩევანს გვაძლევს, ხო? ერთი არის მეტი ვაჭრობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეტი მიმოსვლა, მეტი შანსები სტუდენტებისთვის, მეტი შესაძლებლობები ყველა ადამიანისთვის და მეორე მხრივ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რეჟიმი არ შეცვლის დღევანდელ კურსს, ეს აქტი ამავე დროს აწესებს ძალიან მკაცრ და მკაფიო სანქციებს. ამიტომ არჩევანის ორგვარობა არის ერთგვარი ტესტი, ასე თუ შევხედავთ, ცივილიზაციური ტესტი. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, როგორც პოლიტიკური საზოგადოება, რა ტიპის არჩევანს ვაკეთებთ. ამიტომ ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ თუ ავირჩევთ იმას, რომ დავსანქცირდეთ და ჩამოვრჩეთ და გვასწრებდეს სომხეთი, მოლდოვა, ყველა მეზობელი აბსოლუტურად ჩვენ დავრჩებით უკან და აი ისტორიულ ფანჯარას, რომელიც ახლა არის გახსნილი, ვერ გამოვიყენებთ და პირიქით, თუ ჩვენ გავაკეთებთ სწორ ნაბიჯებს, სწორ არჩევანს და შევცვლით ამ ბოროტმოქმედ რეჟიმს, თავისი ბოროტმოქმედი ანტიქართული კურსით, მაშინ ჩვენ გვექნება ულევი, არნახული, უპრეცედენტო შანსები და შესაძლებლობები და აქ მე ვსაუბრობ მთელს ერზე, ახალგაზრდა ადამიანებზე, პენსიონერებზე, საშუალო ხმის ადამიანზე, ქართველებს აქვთ შანსი, რომ ძალიან მაგრად იყვნენ ახალ გლობალურ წესრიგში და აი ამ შანსს გვართმევს რამდენიმე არარაობა. ამიტომ ვაგზავნებთ ბრძოლას.
მადლობა, უსმენთ გრიგოლ გეგელიას. ახლა უკვე გესმოდათ ალბათ ხმები, რომ ემზადებიან ადამიანები მარშის დასაწყებად. აქ აქვს მოტანილი ბანერები, დიდი ბანერის უკან უკვე განლაგდებიან აქ შეკრებილი მოქალაქეები და დაიწყებენ მსვლელობას პარლამენტის შენობის მიმართულებით. მოსევაჩვენოთ მაყურებელს, აქ ხელში ადამიანებს უკავიათ დონალდ ტრამპის ფოტოები, ჯო ვილსონის, ასევე რიშის, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორი მეგობარი აქტის და სულ უახლოეს წუთებში დაიწყება მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით. მე მოვლენათა განვითარების შესაბამისად, რა თქმა უნდა, დაგიბრუნდებით. ხალხის ნაკადი, როგორც უკვე გითხარით, იზრდება ვაჩვენებაში წარმოუდგენლად ლამაზია საქართველოს და ამერიკის დროშები, რომელიც აქ აქვთ მოტანილი აქციის მონაწილეებს. გიტოვებთ კადრს და დაგიბრუნდებით მოვლენათა შესაბამისად.